ექსპერტების მოსაზრებებს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ ჩვენ გადავიკითხეთ თუ რას წერდა ოჩამჩირის სამხედრო ბაზაზე გრიგოლ ლილუაშვილი 2023 წლის ანგარიშში და რას წერს უკვე შემდგომ ანდრი ოხანაშვილი. შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთისგან ტექსტი განსხვავებულია, რადგან თუ კი აფხაზეთში რუსეთი ააშენებს სამხედრო ფლოტს და მუდმივ ბაზას, ეს გრიგოლ ლილუაშვილის შეფასებით სუსის ანგარიშის მიხედვით გამოყენებული იქნება რუსეთის მხრიდან დამატებითი ბერკეტი, რომ გააძლიეროს კონტროლი. თუმცა ანდრი ოხანაშვილი ამ შესაძლებლობას არ უშვებს და ამბობს, რომ სავარაუდოდ იქ სამხედრო ფლოტის აშენება არ იგეგმება და დაგეგმილია საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა. თუ კი დავაკვირდებით სატელიტის ფოტოებს, ჩანს მასალებში, რომ იქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფაქტობრივად უკვე დასრულებული სამხედრო ბაზა აშენდება. რასაც ახლა ოჩამჩირეში ვადევნებთ თვალს, ეს არის საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესი. ეს არ არის ოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ, ეს არის ანექსია. ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, ნელი პროცესი, რასაც მოყვება ასევე რუსული კოლონიზაცია ამ ტერიტორიაზე. რაც თავის დროზე სხვათა შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც კითხვები გაჩნდა, რომ ხომ არ მოასწავებდა ეს რუსების ჩამოსახლების შემდგომ ნაბიჯებს, რაც სავარაუდოდ ასე იქნება და ასევე გულისხმობს იმას, რომ საქართველოს საზღვაო აკვატორიის რუსული სამხედრო ძალების მხრიდან მილიტარიზაციას შემდგომ შავ ზღვაში ნებისმიერ კონფლიქტში ირიბად შეიძლება საქართველოს ჩათრევასაც მოასწავებდეთ ეს ყველაფერი. ეს გახლავთ არა მხოლოდ საქართველოს ცალკე აღებული სუვერენიტეტის დარღვევა და მისი ხელყოფა მიზანმიმართული, არამედ ეს გახლავთ მიზანმიმართული ახალი პრეცედენტის შექმნა. და იმ ტრადიციული საფრთხეებისა, რაზეც ზოგადად ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ბაზა გულისხმობს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოჩამჩირესთან ძალიან ახლოს არის ჩვენი ერთადერთი კავშირი დასავლეთთან, ეს არის ანაკლიის მშენებარე პორტი. იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ პორტის აშენება გადავიდა დასავლური ცივილიზებული ნორმალური ბიზნესის ხელში, ნორმალური სახელმწიფოს პროტექტორატი, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ უშუალოდ 15-20 კილომეტრში მყოფი რუსული სამხედრო ბაზა, რამდენად ხელის შემშლელი იქნება მისი გამართული ფუნქციონირებისათვის. დაახლოებით იგივე დატვირთვა ექნება, რასაც აი ჩვენ ცენტრალურ მაგისტრალთან სიახლოვეს რუსულ ბაზებს აკეთ აღმოსავლეთ საქართველოში და ქართლის გულისხმობს. გეოგრაფიულად თუ შევხედავთ, ასევე პატარა ყურე კეთდება ამ ადგილზე და რაკეტებისთვისაც, თუთოსანი რაკეტებისთვისაც სხვადასხვა მიმართულებიდან გაცილებით უფრო დაცული პერიმეტრია. შესაბამისად, გაგრძელდება ალბათ რუსეთის მხრიდან ეს ძალისხმევა, მაგრამ ჩვენ უნდა მზად ვიყოთ, რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გქონდეს დაფიქსირებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდგომში დაველოდოთ უკვე მოვლენების განვითარებას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მდგომარეობა არის ძალიან სავალალო. ანდრი ოხანაშვილი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშში წერს, რომ სავარაუდოდ ამ ტერიტორიაზე იგეგმება საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა და სწორედ ამას უკავშირებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელიც ადგილზე მიმდინარეობს. ეს ამ ვარაუდის გახმოვანება კი ნიშნავს იმას, რომ სუსი ფაქტობრივად გამორიცხავს იქ სამხედრო ბაზის მშენებლობას. ამაზე ეჭვები თავად სუს გასულ წლებშიც ჰქონდა, მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილის მმართველობის პერიოდშიც, თუმცა შესაძლებლობას სუსი მაშინ უშვებდა და ამბობდა, რომ ეს იქნებოდა დამატებითი ბერკეტი რუსეთის მხრიდან იმისთვის, რომ მან გავლენები გააძლიეროს და გააძლიეროს ასევე კონტროლი, თუმცა ჩანს, რომ ეს ვერსია ფაქტობრივად გამორიცხვა სუსმა წელს. მადლობა რუსუდან, ეს იყო რუსუდან დუმბაძე.